დაბნელებები გვაქვს ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, მეგობრებო. ვერძი არის ყველაზე დინამიური, ყველაზე მიზანდასახული კარდინალისტი ნიშანი. შესაბამისად, ძალიან კარგი დღე იქნება თქვენი გეგმების ჩამოსაწერად, ხო, რა მიზნები გაქვს დაუშვათ, აი თქვენ თავთან რომ დაждდეთ თუნდაც ჩამოწერაც არ არის აუცილებელი, უბრალოდ თქვენ თავთან რომ გაიაროთ ეს. რა გეგმები გაქვთ, რა მიზნები გაქვთ, ხო? განსაკუთრებით ვინ იგრძნობს აი ამ დაბნელებას, ხო? ვინც არის ვერძი, სასწორი თხისრქა კირჩხიბი და ასევე აი ამ ნიშნების გავლენა, ვისაც აქვს პირად რუკაში, ხო? მზე, მთვარე, ვენერა, მარსი, მერკური, ასცენდენტი ამ ნიშნებში. შეგიძლიათ რომ თქვენს თავთან ჩამოყალიბდეთ ვინ ვარ მე, ხო, ანუ ვერძი არის პირველი სახლი ასტროლოგიაში, ხო, ასცენდენტი, ეს არის ჩვენი პოზიციონირება, აი რომ ვიბადებით საერთოდ ამ პლანეტაზე მე, ანუ ეს მე კონცეფცია, ხო, ასტროლოგიაში პირველად შემოდის, არა ლომით ზოგს როგონია, არამედ ვერძით. ვერძი არის მე კონცეფცია საერთოდ ასტროლოგიაში. შესაბამისად, ვინ ვარ მე და რა მიზნები მაქვს მე, ხო? აი ეს არის მთავარი თემა, რაზეც უნდა დაფიქრდეთ თქვენ 29 მარტს. იმისთვის რომ შემდეგი 6 თვის განმავლობაში თქვენ გქონდეთ საშუალება რეალიზაციის, ანუ შემდეგ დაბნელებებამდე, ხო? გქონდეთ თქვენი მიზნების რეალიზების საშუალება. შესაბამისად, 29 მარტი საკმაოდ კარგი დღეა იმისთვის, რომ ყველა დავფიქრდეთ, ვინ ვართ ჩვენ და რა მიზნები გვაქვს, ხო? ვინაიდან ეს არის ყველაზე მიზანდასახული, მომენტებში მიზანსტრაფულიც ზოდიაქო, ხო? ვერძი. ვერძში რომ ხდება ეს დაბნელება, ყველა ადამიანში ცოტა ეს ვერძული მე უნდა მოვნახოთ და აი მივხვდეთ რომ ჩვენ გვაქვს პოტენციალი იმისთვის რომ ჩვენი მიზნები გქონდეს პირველ რიგში და შემდგომში მივახციოთ ამ მიზნებს.